გავიხსენოთ 2008 წელი. რა თქმა უნდა, სააკაშვილი იყო ამერიკელების დასაყრდენი, მაგრამ სწორედ ამერიკელებმა მოინდომეს, რომ საქართველოში გაჩაღებულიყო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმაში, რომ ეხა სააკაშვილმა თვითონ გადაწყვიტა ჯარების დაძვრა ცხინვალისკენ. ის იყო, რა თქმა უნდა, პროვოცირებული. მე მახსოვს ნინო ბურჯანაძის გახსენება, როდესაც ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ როგორ დაურეკა მას სააკაშვილმა და როგორ უთხრა, რომ მას ამერიკელები მხარს დაუჭენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, აუცილებლად იქნება ინტერნეტში ხელახლა გამოჩნდება ის გამოსვლა, რომელიც ჰქონდა ქალბატონ ჰილარი კლინტონს ჩიკაგოში წინა საარჩევნო კამპანიის დროს, სადაც მან პირდაპირ მიმართა მაკეინს, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილს ომი შენ დააწყებინეო. უბრალოდ ძალიან მალე, გამომდინარე ამერიკის საერთო პოლიტიკიდან, ეს ვიდეო ძალიან რთულად საპონელი გახდა ინტერნეტ სივრცეში. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ინგა, მიხეილ სააკაშვილი ხა იცით ჩემი დამოკიდებულება მისადმი, მაგრამ მე არასოდეს ტყუილს არ ვიკადრებ და არასოდეს ადამიანს სილს არ დავწამებ, თუნდაც ჩემს ყველაზე მეტ მოსისხლე მტელს. სააკაშვილს რა თქმა უნდა არ უნდოდა ომის წაგება. სააკაშვილს რა თქმა უნდა სჯეროდა რომ ის ამ ომს მოიგებდა, იმიტომ რომ ის იყო დარწმუნებული იმაში, ეს მეორე მხარეა რომ სიბრიყვე იყო ამაში დარწმუნება, მაგრამ ის იყო დარწმუნებული იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას აუცილებლად დაეხმარებოდა და უფრო მეტიც. ჩემსა და მას შორის 7-ში თუ 8-ში როდის იყო ბუშის გამოსვლა, მე მგონი ეს 8 რიცხვი იყო, შედგა სატელეფონო საუბარი მისი ინიციატივით, მან დამირეკა და მითხრა ჩართე ახლა ტელევიზორი, ტელევიზორში გამოვა ამერიკის პრეზიდენტი ბუში, რომელიც აცხადებს, რომ ის ომს უცხადებს რუსეთს და ამერიკული ესე ვთქვათ, ბომბდამშენები უკვე აფრინდნენ საქართველოს დასაცავად და რუსების დასაბომბათო. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამაზე კატასტროფული რეაქცია მქონდა, მაგრამ სააკაშვილს ამის სჯეროდა. და სააკაშვილი ახლა არაადეკვატური იყო, ხშირ შემთხვევაში და ემოციური, მაგრამ გიჟი ნამდვილად ანუ თქვენ ცალსახად ამერიკულ მხარეს. დიახ, ამერიკელების შეგულიანებული პრეზიდენტი სააკაშვილი შევიდა ცხინვალში და შემდგომში პროცესები განვითარდა ისე, როგორც განვითარდა, ჩვენ დავკარგეთ სამაჩაბლო სოფლები, დავკარგეთ კოდორი და ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. და ეს იყო ამერიკული ავანტიურა მორიგი საქართველოს წინააღმდეგ. კლავაც ამერიკელებმა, როგორც ზვიად გამსახურდიას დროს, შევარდნაძის დროს, ასევე 2008 წელსაც მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანა ესეთ მდგომარეობაში ჩავარდილიყო. მათ უნდოდათ, რომ საქართველო ყოფილიყო რაღაცა ეგრეთ წოდებული სადგისის ფუნქციის მატარებელი ქვეყანა, რომელიც უჩხრეთდა რუსეთს და ამითი რაღაც რუსეთს უსიამოვნება შეექმნებოდა და ის კი არ აინტერესებდათ, რომ ამითი საქართველოს ტერიტორიებს კარგავდა. ეს მათთვის, როგორც სააკაშვილი იხსენებს, ქვების გროვა იყო მხოლოდ ქართული სოფლები.